შეერთდნენ ევროპასთან. ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროკომისია Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ამბავს ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის ენერგოდამოუკიდებლობაზე. ქვეყნები ოფიციალურად გამოეთიშნენ რუსულ ელექტროქსელს. ეს არის ისტორიული ნახტომი ენერგოდამოუკიდებლობისკენ. ევროკომისიის ინფორმაციით ქვეყნები ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე ინტეგრაციისთვის თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში ემზადებოდნენ. შედეგი წარმატებული აღმოჩნდა და დღეს ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი სრულად არიან სინქრონიზებული ევროპის კონტინენტურ ენერგოქსელთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა სრულად ისარგებლებს ევროპის საერთო ენერგეტიკული სისტემით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთისგან ელექტროენერგია ისედაც არ შეუძენიათ, თუმცა ისინი მაინც დაკავშირებული იყვნენ რუსეთის ქსელთან. ფაქტს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. დღეს ჩვენ რუსეთის ელექტროქსელს ვეთიშებით. ეს დამოუკიდებელი ლიეტუვის ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროპულ ელექტროსისტემაში ინტეგრაცია ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის საიმედოობას უზრუნველყოფს. განაცხადეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ევროკომისიის ინფორმაციით, პოლონეთის გავლით ევროპულ კონტინენტურ ქსელში შეერთება ქვეყნებს საშუალებას აძლევს აწარმოონ საკუთარი ენერგეტიკული სისტემების საერთო და გამჭვირვალე ევროპული წესებით. ბალტიისპირეთის სინქრონიზაცია არა მხოლოდ ხელს უწყობს მთელი კავშირის მიწოდების უსაფრთხოებას, ის ასევე ხელს შეუწყობს სისტემაში განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას, რაც საბოლოო ჯამში რამდენიმე წლიან პერსპექტივაში მომხმარებელს საშუალებას მისცემს სამომავლოდ ისარგებლონ დაბალი ტარიფებით. ბალტიის ქვეყნების ევროკავშირის ელექტროქსელში სინქრონიზაციის პროექტს ევროკომისია ბოლო 15 წელია უჭერს ხარს. პროექტი ჯამში 1 მილიარდ 230 მილიონ ევროს გრანტს აერთიანებს, რომელიც საინვესტიციო ხარჯების 75% შეადგენს. ამასთან გრანტების ნაწილი მიმართულია ქვეყნებში ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისკენ. მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა აღნიშნული პროექტი დაანონსეს, არ დააყოვნა დეზინფორმაციულმა კამპანიამაც. აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნების ევროპულ ქსელთან სინქრონიზაცია გამოიწვევდა მიწოდების შეფერხებას და ელექტროენერგიის ფასების მკვეთრ ზრდას. პრაქტიკულად სინქრონიზაციის პროექტის შედეგად მოსაოდნელია, რომ ელექტროენერგიის ხარჯი მართლად გაიზრდება, თუმცა სრულად და დაბალანსებულად. საუბარია ოჯახზე წლიურად გადასახადის 12 ევროზე ნაკლებ ზრდაზე. თუმცა სარგებელი არსებითია. სინქრონიზაცია მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და მდგრადობას. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ელექტროსისტემაზე დაერთება ქვეყნებს საშუალებას მისცემს განავითარონ განახლებადი ენერგია და დააჩქარონ ახალი პროექტები. ასევე დაიწყონ ჭარბი ენერგიის ექსპორტი. საბოლოოდ სამივე ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო სტაბილური და ენერგოდამოუკიდებელი გახდება.